2007 წელს ჩვენ არავინ არ ველოდით, დეკემბრის თვე იყო, დეკემბრის იყო ხო? მოვიდა ხელვაჩარის საკრებულოს თავმჯდომარე იყო ასეთი მალაყმაძე. მან გითხრა, ეხლა თქვენთან ვარ გულწრფელად მოსული, ვინაიდან კანონი მაძლევს უფლებას, დაგიმტკიცოთ ეს თქვენი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და მეც აქ ვარ. პრეზიდენტმა 2007 წლის 15 სექტემბერს მიიღო ბრძანებულება, მე მგონი 525 იყო ბრძანებულება. სადაც იყო მითითებულია, რომ ვინც ფლობდა მიწის ნაკვეთს 2007 წლის 1 იანვრამდე. 3000 კვადრატულ მეტრამდე გადაცემოდა უფასოდ, დანარჩენს უფლება ჰქონდა შეესყიდა. თუ არ ყავდა მოდავი. არ დაგავიწყეთ, რომ ეს არის 13 დეკემბერი და 5 იანვარს უკვე პრეზიდენტის არჩევნებია. ჩვენ მაგას ვასვიფიქრებთ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო რაიმე ხრიკები და რამე, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ასე გამოვიდა ბოლოს. დაგვიბარეს გონიოს სკოლის ეზოში, ესწრებოდა ბატონი ლევან ვარშალომიძე, დეპუტატი იყო ინაიშვილი და საზეიმო ვითარებაში დაახლოებით. აბერ ზუსტად ვერ გეტყვი, ამბობდნენ 40 კაცი იყო, გადმოგვცა ბატონმა ლევან ვარშალომიძემ პირადად საკუთრებაში მიწის დამადასტურებელი მოწმობები და თან გვითხრა. აჭარაში არ დარჩება არც ერთი გლეხი, ვინც არის სარგებლობს ამ სიკეთის. 3 წლის განმავლობაში მომდიოდა ფინანსთა სამინისტროდან გადასახადი. დიდი არ იყო, მაგრამ ვიხდიდი მაგს ქვითრები, გაგზავნილი მაქვს ესაბუთები, ეხა სტრასბურგში. თან ვიხდიდით დედი ამ მიწის, მას ვიხდიდით. მე უცბად თქვენს რომ თქვენი აღარ არისო, შეცდაო. თავრობა შეცდაო. სახალხო დამცველის დასკვნა არის აქ. წლიური ანგარიში მოხდა ჩვენი საქმე სახალხო დამცველისა. და სადაც პირდაპირ წერია, კომისიის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რამაც გამოიწვია 271 მოქალაქის საკუთრების უფლების დარღვევა. არის კიდე 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი დასკვნა, აქ არის ეს მწვანე ალტერნატივა. ალტერნატივა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია. ამათაც გააკეთეს ერთობლივი დასკვნა, სადაც წერია ანალოგიური, რომ ეს იყო კანონდარღვევა. არის კიდე დემოკრატიის ინსტიტუტის კვლევა და არის რეკომენდაცია გაკეთებული ხელვაჩავის მუნიციპალიტეტისთვის, რომ გადაიხედოს და გაუქმდეს, მაგრამ ხელვაჩავის კომისიამ ყურად არ იღო ეს, არ აინტერესებდა. ეს დადგენილება ჩამორთმევის შესახებ ვინ მიიღო? იმ კომისიამ ისევ რომელმაც ეს მიწებმა დაუკანონა იმავე კომისიამ ხელვაჩავის დიახ ისრებულობს ასეთ გადაწყვეტილებებს. მე აღმოაჩინა მან რომ თურმე არასწორად დამიკანონებია. ეს არის გონიო, ეს არის ზღვისპირა ზოლი და აინტერესებს ხელისუფლებას ეს ნაკვეთები და სულაც არ აინტერესებს ხელისუფლებას რას ჭამს ის ადამიანი იმ მიწას რომ წართმე, მე რითი უნდა იკვებოს მან და ოჯახი რითი უნდა შეინახოს. ამ ადამიანთან დიდი ნაწილი არის გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის მუშები, რომლებიც ცხოვრობენ მრავალსართულიან კორპუსებში და მათ არ გააჩნიათ საკარმედაო მიწის ნაკვეთები და დღეს მათი არსებობის ერთადერთი საშუალება იყო მიწა. კაც არ შეიძლება წართვა მიწა. მით უმეტეს თუ ეს მიწა არის მისი ოფლით და წინაპრის სისხლით გაფუხიერებული. ამიტომ მე მჯერავს, რომ სამართალი იზეიმოს.